გლობალური დათბობის გამო ქართველ მეფუტკრეებს ინვაზიური მავნებელი და ინვაზიური დაავადება შემოუტევს საფუტკრეებში. მეფუტკრეები ამაზე უკვე ინფორმირებულნი არიან და ემზადებიან, თუმცა ეს დაავადება რთული შესამჩნევია. მუშავდება ერთგვარი გზამკვლევით, როგორ უნდა აღმოაჩინოს ეს დაავადება მეფუტკრემს კაში ადრეულ ეტაპზევე. მიდის მუშაობა ადრეული შეტყობინების მექანიზმზეც. ფუტკარს ასევე ემტერება კრაზანა, რომელიც ბოლო დროს ძალიან არის გააქტიურებული და გამრავლებული სწორედ კლიმატის ცვლილების გამო. ფუტკრის მავნებელი ცელულება, რომელიც ფუტკარს მავადებს, ეს ერთი ტკიპაა, რომელიც იწვევს ფუტკრის დაავადებას და მეორე არის ეს აზიური კრაზანა, რომელმაც ასევე დაიკავა მათ შორის საქართველოში. ეხლა 4-5 წლის წინ არ იყო ეს დიდი ბზიკები არიან, შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდევაც ეხლა. სოფელში თუ მოხვდებით, აუცილებლად ნახავთ, რამდენიმე წლის წინ არ ჩანდნენ. ეხლა ესენი არიან ძალიან აგრესიული მტაცებლები მაგალითად. ძალიან აგრესიული, მიყვებებიან ფუტკრით პირველ რიგში. მათ შეუძლიათ ერთ შეუძლია 1000-ობით ფუტკარი მოკლას და ძალიან აგრესიული სახეობაა, რომელიც ძალიან ადვილად იფართოვებს არეალს. ახლა ესეთი მოვლენები, ესეთი პროცესები ძალიან ბევრია. ხა ის ტკიპა რატო გაჩნდა? იმიტომ რომ ადამიანმა ხელი შეუწყო, იმიტომ რომ ბუნებრივად გამოიწია აქეთ, იმიტომ რომ კლიმატი შეიცვალა, ამას კიდევ ერთხელ ვამბობ. შეიძლება კლიმატის ცვლილების ბრალია, შეიძლება რაღაც სხვა ფაქტორების ბრალია, მაგრამ ცალსახად ყველა თან ხდება იმაზე, რომ ამ პროცესს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილება. მინიმუმ. გამომწვევი თუ არ არის, მინიმუმ ხელს უწყობს. იმიტომ რომ ის ორგანიზმი, რომელიც ჩვენთან არ იყო, ეხლა გაჩნდა. შესაბამისად, ის პირობები, რომელიც აქ უკვე შეიქმნა, მისთვის ხელსაყრელია და ის ჩვენივრად გზნობს აქ უკვე თავს. და ეს სერიოზული, ასე ვთქვათ, სტრესული პროცესია, ძალიან სერიოზული სტრესული პროცესია, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს, მათ შორის ახლა ჩვენ ადგილობრივი მით უმეტეს ენდემური ქართული ფუტკარი ყავს და აქ შეიძლება კიდე დამატებითი პრობლემები შეიქმნას, იმიტომ რომ თემ სოფლიოში ერთი და იგივეა, რომ ფუტკრის პოპულაცია ყველგან მკლებობს. აქ არის ეს ტიპას მომენტი, აქ არის ეს პარაზიტების მომენტი, აქ არის ესევე ეს ინსექტიციდების მომენტი, აქ არის ბევრი სხვა, ის რაც მე ვისაუბრე, ეს კომპლექსია, ანუ ერთი მიზეზი არ არსებობს. ბევრი პრობლემა ის არის, რომ საკვები არ აქვს, ბევრი პრობლემა ის არის, რომ ქიმიური ნივთიერებები უბრალოდ ფიზიკურად კვლავ წერს. არის ის, რომ ეს პარაზიტები შემოდიან, რომელიც ადრე აქ ვერ ცხოვრობდნენ და ეხლა ცხოვრობენ. და ეს ყველაფერი ერთი მეორე მესამე ერთმანეთს ემატება და ვიღებთ ამ აფსე კარგ სურათს.